როკ ისტორია სავსეა ხმამაღალი სახელებით, თუმცა დრამერები, რომლებიც ამ ჰიტებს ენერგიით მუხტავდნენ, ხშირად ჩრდილში რჩებოდნენ. ზოგმა შექმნა ისეთი გროვი, რომელმაც მთელი ჯგუფის ჟღერადობა განსაზღვრა. სხვებმა კი ისეთი რიტმული სტრუქტურები ააგეს, რომლებიც როკ მუსიკის დნმ-ად იქცა. წარმოგიდგენთ 30 მივიწყებულ დრამერს, რომლებმაც შეცვალეს მუსიკის ისტორია და გაცილებით მეტ აღიარებას იმსახურებენ, ვიდრე ოდესმე მივუღიათ. ნომერი 1, კარლ პალმერი. როდესაც 70-იან წლებში პროგრესულმა როკმა მუსიკალური ოსტატობის საზღვრები გააფართოვა, კარლ პალმერი ამ მოძრაობის წინახაზე იდგა. როგორც ემერსონ ლეიქ ენ პალმერის მძლავრი დრამერი, ის კლასიკურ სიზუსტეს როკ მუსიკის მრისხანებასთან აზავებდა. ისეთ ტრეკებში, როგორიცაა Carl Evil 9 და Turtles, პალმერის რთული პატერნები და ელვისებური როლები დასარტყამ ინსტრუმენტებს არა მხოლოდ რიტმ სექციად, არამედ წამყვან ინსტრუმენტებად აქცევდა. მან სცენაზე ნამდვილი შეუმენის აზარდი შემოიტანა, გიგანტური კომპლექტებით, გონგებითა და რთული მეტრული ზომებით, რის გამოც მისი გამოსვლები ნაწილობრივ როკ კონცერტს, ნაწილობრივ კი სიმფონიას გავდა. მიუხედავად მისი გამაოგნებელი ტექნიკისა, მისი სახელი იშვიათად გვხვდება როკის ყველაზე აღიარებულ ოსტატებს შორის. ნომერი 2, ჰალ ბლეინი. თუ 60-იან 70-იანი წლების როკ ან პოპ რადიოს უსმენდით, თქვენ აუცილებლად გსმენიათ ჰალ ბლეინის დაკვრა, მაშინაც კი თუ მისი სახელი არ იცოდეთ. როგორც Wrecking Crew-ს წამყვანი წევრი, ის უკრავდა Beach Boys-ის, Simon and Garfunkelis და The Byrds ათობით სხვა შემსრულებლის უამრავ ჰიტში. Be My Baby. Good Vibrations. Mrs. Robinson. ის იყო ის წევრო, რომელიც ამ საკულტო ტრეკებს ერთ მთლიანობად აკრავდა. ბლეინს ჰქონდა ნიჭი შეექმნა ისეთი პარტიები, რომლებიც სიმღერას ამაღლებდა ისე, რომ ზედმეტად არ გადაეტვირთა იგი. მხოლოდ მისი ფილები სიმღერაში Be My Baby ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად კოპირებულ drum break-ად იქცა. ნომერი 3, Ringo Starr. მას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც იღვლიან Beatles, თუმცა Ringo Starr-ის დრამინგი ბევრად უფრო გამაოგნებელი იყო, ვიდრე ამას კრიტიკოსები აღიარებდნენ. Beatles-თან ერთად მან შექმნა ისეთი სიმღერების ხასიათი, როგორიცაა Come Together, Rain, Ticket to Ride. დახვეწილი სვინგით, მოულოდნელი აქცენტებითა და იმ განსხვავებული მშვიდი გრუვით, რომელიც იდეალურად ერგებოდა ლენონისა და მაკარტნის სიმღერებს. რინგო გაურბოდა ეფექტურ სოლოებს და კონცენტრირებული იყო ზუსტად იმაზე, რაც სიმღერას სჭირდებოდა. ეს კი ის უნარია, რომლის დაუფლებაც ბევრ დრამერს უჭირს. კომპილების მისმა კრეატიულმა გამოყენებამ და off-beat hi-hat-ის პატერნებმა უხმაურად მოახდინა გავლენა როკ დრამერების მომავალ თაობებზე. ნომერი 4, როჯერ ჰოკინსი. როგორც Muscle Shoals რიტმ სექციის დრამერმა, როჯერ ჰოკინსმა საფუძველი ჩაუყარა როკისა და soul-ის ზოგიერთ ყველაზე გამძლე ჩანაწერს, არეთა ფრანკლინის Respect-დან. უილსონ პიკეტის Land of 1000 Dance-ით დაწყებული და Stable Singers-ის I'll Take You There დამთავრებული. მისი პოკეტი იყო ღრმა, ყარი და ურყევი. ჰოკინს ჰქონდა ნიჭი რთული გრუვები ძალ დაუკანებლად წარმოეჩინა, რაც ყოველ ტრეკს ბუნებრივ პულსაციას სცემდა.
მისი ნამუშევრები სხვადასხვა ჟანრს მოიცავდა, თუმცა როკ წრეებში მისი წვლილი ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა იმ ვარსკვლავების გვერდით, ვისაც ის ზოგს უმაგრებდა. ნომერი 5. Phil Rudd. ჯგუფში, რომელიც პირველ ყოფილ ძალაზე აგებული, Phil Rudd AC/DC-ს საიდუმლო იარაღი იყო. მისი დაკვრა ისეთ ალბომებში, როგორიცაა High Voltage, Highway to Hell და Back in Black, რაც როკ სოლიდურობის განმარტებაა. არანაირი ზედმეტი მორთულობა, არანაირი არასაჭირო ფილი, მხოლოდ დაუნდობელი გრუვი, რომელიც რიფებს უფრო მძლავრად აჟღერებდა. რადის სტაბილურობა გასაოცარი იყო. მისმა მინიმალისტურმა სტილმა თითოეული ბიტი უფრო მასშტაბური გახადა და AC/DC-ს საფილმო მძიმე რიტმი მისცა. სანამ გიტარისტები Angus და Malcolm Young-ები ყურადღების ცენტრში იყვნენ, სწორედ რადის მყარი პულსაცია იყო ის, რაც ამ სიმღერებს აწუწყლებდა. სანამ გავაგრძელებთ, გითხარით, ამ პირველი ხუთეულიდან რომელმა დრამერმა დატოვა ყველაზე დიდი კვალი თქვენს პლეილისტში. ეს იყო Carl Palmer-ის პროგრესული ფოიერვერკი. Hal Blaine-ის კულისებს მიღმა მაგია თუ Phil Rudd-ის ურყევი გროვი. დაწერეთ კომენტარებში, ვინ არის თქვენი ფავორიტი და რომელი სიმღერა წარმოაჩენს მის ნიშს საუკეთესოდ. ნომერი 6. Charlie Watts. მაშინ, როცა Rolling Stones-ი თავის ლეგენდას თავდაჯერებულობასა და უხეშ ჟღერადობაზე აგებდა, Charlie Watts-ი იყო სიმშვიდე ამ ქარიშხლის ეპიცენტრში. მისმა ჯაზურმა გამოცდილებამ ჯგუფის როკ-ენ-როლს დახვეწილი სვინგი შესძინა, რითიც მარტივი რიტმები ცოცხალ, სუნთქვად მექანიზმად აქცია. ისეთ ტრეკებში, როგორიცაა Give Me Shelter და Start Me Up, Watts ინარჩუნებდა ურყევ გროვს და ამავდროულად ამატებდა ზუსტად იმდენ ნიუანსს, რამდენიც სიმღერის გასაცოცხლებლად იყო საჭირო. ის გაურბოდა ზედმეტ ეფექტებს და ყოველთვის სიმღერის ინტერესებს ემსახურებოდა. ეს იყო მშვიდი პროფესიონალიზმი, რომელიც Stones თითქმის 6 ათწლეულის განმავლობაში ამაგრებდა. ნომერი 7. Jeff Porcaro. დაკვრის იმ სტილით, რომელსაც ყველაზე მარტივი გრუვის დაუვიწყებლად ქცევა შეეძლო, Jeff Porcaro თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნა დრამერად იქცა. ყველაზე მეტად ცნობილია ჯგუფ ტოტოში მოვაწეობით, თუმცა ის ასობით სესიაში მონაწილეობდა, სტილი დინიდან Michael Jackson-ის ბითითამდე. მისი Halftime Shuffle სიმღერაში როსანა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ დრამ პატერნად იქცა, სადაც Ghost ნოტები და ნატიფი სვინგი ნამდვილ მაგიად ერწყმის ერთმანეთს. Porcaro's დაკვრა იყო ზუსტი, მაგრამ არასოდეს მექანიკური. მუსიკას ყოველთვის აძლევდა სუნთქვის საშუალებას, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის მრავალი როკ და პოპ ვარსკვლავის მოთხოვნად დრამერად იქცა. ნომერი 8. Levon Helmy. დასარტყამი კომპლექტიდან მან ჯგუფს შესძინა რიტმული შეგრძნება, რომელიც ისეთივე სოულური იყო, როგორც მისი სიმღერა. Levon Helmy-ის დრამინგი სიმღერებში The Weight, Up on Cripple Creek აერთიანებდა სამხრეთულ გრუვს თითქმის სასაუბრო შეხებასთან, რაც თითოეულ ბიტს პერსონალურად აქცევდა. წამყვანი ვოკალის შესრულება რიტმის მართვის პარალელურად რთული ამოცანაა, თუმცა Helmy ამას ძალდაუკრებულად აკეთებდა. ის იდეალურად ერწყმოდა მუსიკას და ამავდროულად ისტორიას ყვებოდა. მისი სტილი არ იყო ეფექტური, მაგრამ ატარებდა იმ სიტყვასა და ხასიათს, რომელიც ჯგუფის გულისცემად იქცა.
ნომერი 9 Al Jackson უმცროსი. ცნობილი როგორც ადამიანი მეტრონომი, მან Booker T and the MGs კლდისებრი სიმყარის საფუძველი მისცა და იგივე სიზუსტე შეიტანა Stax Records-ის უამრავ ჰიტში. ისეთ ტრეკებში როგორიცაა Otis Redding-ის Respect და Albert King-ის Born Under a Bad Sign, Al Jackson უმცროსმა შექმნა გროვები, რომლებიც ფურცელზე მარტივად ჩანს, თუმცა მათი ანალოგიური შეგრძნებით შესრულება თითქმის შეუძლებელია. მისი დრამინგი იყო აკურატული, ეკონომიური და ისე ღრმად იჯდა პოკეტში, რომ მთელი სიმღერა მასზე იყო დაყრდნობილი. ამ შეუმჩნეველმა ოსტატობამ იგი როკისა და სოულის ერთ-ერთ ყველაზე სანდო სტუდიურ მუსიკოსად აქცია, მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრების უმეტესობამ მისი სახელი არ იცოდა. ნომერი 10 Chester Thompson. მანამ სანამ Genesis-ის მასშტაბურ ტურნეებს შეუერთდებოდა, ის უკვე აღიარებული სესიური და ჯაზ ფიუჟენ დრამერი იყო. Chester Thompson-ს ნებისმიერ სცენაზე შეჰქონდა სიზუსტე, ძალა და ადაპტაციის უნარი. იქნებოდა ეს Phil Collins-თან რთული პატერნების გაცვლა თუ Frank Zappa-ს გროვის მართვა. ისეთ ეპიკურ კომპოზიციებში, როგორიცაა Turn It On Again და Domino, მისმა ცოცხალმა შესრულებამ მუსიკას ისეთი წონა და ენერგია შესწინა, რომელიც ხშირად აჭარბებდა კიდეც სტუდიურ ჩანაწერებს. კომპლექსურ პროგრესულ არანჟირებასა და როკში თანაბრად კარგად გრძნობდა თავს. Thompson-ი გახდა ის უცნობი ძალა, რომელიც ყოველ ღამე ჯგუფის ფართო და ამბიციურ მუსიკას აერთიანებდა. ჩვენ უკვე დავასახელეთ 10 დრამერი, რომელთაგან თითოეულმა თავისი უნიკალური კვალი დატოვა როკ მუსიკის ისტორიაში. ამათიდან რომელმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა? Charlie Watts-ის დახვეწილმა swing-მა, Jeff Porcaro's ლეგენდარულმა შაფლმა, თუ Levon Helm's სულიერმა რიტმმა. დაწერეთ კომენტარებში, ვინ არის თქვენი ფავორიტი და რომელი სიმღერა წარმოაჩენს მის ნიჭს საუკეთესოდ. ნომერი 11 Ainsley Dunbar. სანამ მსმენელთა უმეტესობა მის სახელს გაიგებდა, ის უკვე ლეგენდებთან ერთად უკრავდა. Dunbar-ის კარიერა მოიცავს მუშაობას Frank Zappa-სთან, David Bowie-სთან, Journey-სთან და Whitesnake-თან და უამრავ სხვასთან. ის ყოველთვის არგებდა სტილს მუსიკას ისე, რომ საკუთარ იდენტობას არ კარგავდა. Bowie-ის ალბომში Pin Ups და Journey-ის ადრეულ ჩანაწერებში მან აჩვენა ტექნიკური სიზუსტისა და გრძნობის ბალანსის უნარი. ადვილად გადადის რთული შევსებიდან სტაბილურ რიტმებზე. ამ მრავალმხრივობამ იგი სტუდიური ჩანაწერებისა და ტურნეებისთვის მოთხოვნა დრამერად აქცია, თუმცა მისი სახელი იშვიათად ხვდებოდა სათაურებში. ნომერი 12 Chet Wackerman. Frank Zappa-ს ბენდში გამოცდილების მიღება ადვილი საქმე არ იყო, თუმცა Chet Wackerman-მა ეს ტექნიკური ოსტატობისა და უშიშარი კრეატიულობის ნაწავით შეძლო. მისი დრამინგი წამიერად გადადიოდა რთული, არათანაბარი მეტრული ზომებიდან მყარ როკ გრუვებზე, რაც იდეალურად ერგებოდა Zappa-ს მუდმივად ცვალებად კომპოზიციებს. Zappa-ს გარდა მან ითანამშრომლა Alan Holdsworth-თან, რითიც დაამტკიცა, რომ პროგრესულ როკსა და ჯაზ ფიუჟენში ერთნაირი მუსიკალურობა შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდწილად ჩრდილში დარჩა, მისმა ოსტატობამ და ნიჭმა იგი თანამედროვე დრამერების ელიტაში აამახლა.
ნომერი 13. რიჩი ჰეივორდი. როგორც Little Feat-ის დამფუძნებელმა წევრმა, მან შემოიტანა თავისუფალი მორბენალი გროვი, რომელიც მყისიერად ამოცნობადია. ისეთ ტრეკებში, როგორიცაა Dixie Chicken, The Fat Man in the Bathtub, მან გააერთიანა როკი, ფანკი, ბლუზი და ნიუ ორლეანური რიტმები, სრულიად უნიკალურ რაღაცად. ის უკრავდა მსუბუქი შეხებით, მაგრამ წარმოუდგენელი კონტროლით, რაც მუსიკას სუნთქვის საშუალებას აძლევდა და ამავდროულად მას დაუსრულებლად საწებავს ხდიდა. ტექნიკური ოსტატობისა და მგრძნობიარე მიდგომის ამ კომბინაციამ იგი დრამერების დრამერად აქცია, რომელსაც კოლეგები აქტოვანებაში მოჰყავდა. ნომერი 14. მიჩ მიჩელი. ჯაზ დრამერის დახვეწილობითა და როკ შემსრულებლის ცეცხლით მან ჯიმი ჰენდრიქს ექსპერიენს არაორდინალური რიტმული საფუძველი მისცა. მიჩელის დენადი იმპროვიზაციული სტილი ისეთ ტრეკებში, როგორიცაა Manic Depression, და Fire, ჰენდრიქსის გიტარის ხაზებს შორის იკლაკნებოდა და არა უბრალოდ აკომპანიმენტს უწევდა მათ, არამედ დრამს მეორე წამყვან ინსტრუმენტად აქცევდა. თეფშების დინამიკურმა გამოყენებამ და სწრაფმა სნეარ როლებმა მუსიკა ცოცხალი და მოულოდნელი გახადა. მიჩელის ორიგინალურმა მიდგომამ ხელი შეუწყო შესრულების ჟღერადობის ჩამოყალიბებას, თუმცა ჰენდრიქსის გენიალურობა ხშირად ჩრდილავდა რიტმული ხაზის არსებობას. ნომერი 15. უილ კალჰუნი. ჯგუფში Living Color მან დაამტკიცა, რომ როკ დრამინგი შეიძლება იყოს როგორც ტექნიკურად თავბრუდამხვევი, ისე ღრმად გროვული. სიმღერებში Cult of Personality და Laurier's It's Ugly Head კალჰუნმა მძიმე როკის ძალა შეაზავა ჯაზური გავლენის მქონე ფილებთან, თეფშების მკვეთრ აქცენტებთან და ფანკ ბეკბიტებთან. მისი მრავალფეროვნება ჯგუფს საშუალებას აძლევდა შეუფერხებლად გადასულიყო აგრესიული რიფებიდან რთულ არანჟირებაზე, რომელიც სხვადასხვა ჟანრებს აერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ Living Color-ის თამამა ჟღერადობამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, კალჰუნის როგორც ჯგუფის რიტმული ძრავის როლი ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა. ჩვენ უკვე 15 დრამერი განვიხილეთ, პროგრესული როკის შოუმენობიდან ფანკ სიზუსტემდე. ამ ჯგუფებიდან ვინ მოხიბლად ყველაზე მეტად? ენსლი დანბარის მრავალფეროვნება, მიჩ მიჩელის ჯაზ როკ ცეცხლმა, თუ უილ კალჰუნის ჟანრობრივმა ექსპერიმენტებმა. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში და გითხარით, რომელი ტრეკი წარმოაჩენს მათ ნიჩს საუკეთესოდ. ნომერი 16. ნიკო მაკბრეინი. როდესაც ის Iron Maiden-ს 1982 წელს შეუერთდა, ჯგუფის ჟღერადობა სრულიად სხვა სიჩქარეზე გადავიდა. ნიკოს დრამინგი ისეთ ალბომებში, როგორიცაა Power Slave და Somewhere in Time, აერთიანებდა დაუღალავ სისწრაფესა და სვინგს. მისი ძალფეხა ბას დრამის ტექნიკა შესრულებული საოცარი სიზუსტით ჯგუფის ჟღერადობის განსაზღვრელ ნაწილად იქცა. იქნება ეს ეპიკური Rime of the Ancient Mariner, თუ სტივ ჰარისის ბას-ხაზებთან იდეალური სინქრონიზაცია, მაკბრეინმა დაამტკიცა, რომ ტექნიკური უნარები და ურყევი თაიმინგი იდეალურად თავსებადია.
ნომერი 17. Matt Cameron. სანამ Pearl Jam-ს შეუერთდებოდა, ის უკვე საკმაოდ ცნობილი იყო როგორც Soundgarden-ის რიტმული ხერხემალი. Matt Cameron-ის დრამინგმა ისეთ ტრეკებში, როგორიცაა Jesus Christ Pose და Spoonman, აჩვენა მისი ოსტატობა რთულ მეტრულ ზომებსა და ცვალება დინამიკაში, რაც ჯგუფის მძიმე რიფებს მოულოდნელობის ელფერს სცემდა. Pearl Jam-ში მან იგივე სიზუსტე და კრეატიულობა შეიტანა. გახადა მათი ცოცხალი ჟღერადობა უფრო შეკრული, თუმცა მაინც დატოვა ადგილი იმპროვიზაციისთვის. მისი უნარი მოერგოს როკის ორ ყველაზე გავლენიან ჯგუფს იშვიათი მოვლენაა, თუმცა მისი სახელი მაინც ნაკლებადაა ცნობილი ვიდრე მუსიკა, რომელსაც ის ქმნიდა. ნომერი 18. Mike Bordini. თავისი ტრაიბალ სტილით, სადაც აქცენტი ტომებზე კეთდებოდა, მან Faith No More-ს ისეთი რიტმული იდენტობა მისცა, რომელმაც ისინი ყველა სხვა ჯგუფებისგან გამოარჩია. Mike Bordinis დრამინგი სიმღერებში Epic, The Midlife Crisis, აერთიანებდა მძიმე როკის ძალასა და მსოფლიო მუსიკის შთაგონებულ პერკუსიულ ტექსტურებს. ქმნიდნენ მელოდიებს, რომლებიც ისეთივე ატმოსფერული იყო, როგორც აგრესიული. მისმა უნიკალურმა ცაცია წყობამ და თეფშების ინტენსიურმა გამოყენებამ შექმნა საფირმო ჟღერადობა, რომელიც მყისიერად ამოცნობადია. Ozzy Osbourne-თან მუშაობის დროსაც კი Bordinis გამორჩეული ხელწერა იგრძნობოდა, რაც იმის დასტურია, რომ მისი სტილი არა მხოლოდ ადაპტირებადი, არამედ დაუვიწყარია. ნომერი 19. Brian Downey. როგორც Sinliz's ორიგინალური დრამერი, ის იყო მყარი გულისცემა ჯგუფის ორმაგი გიტარის შედევრის მიღმა. დაუნის დაკვრა ისეთ ტრეკებში, როგორიცაა Jailbreak და The Boys Are Back in Town, აბალანსებდა ძლავრ როკ ენერგიას დახვეწილ სვინგთან, რამაც ჯგუფს გამორჩეული რიტმი მისცა. მას შეეძლო დაეკრა მძიმედ, თუმცა ისე რომ სხვა ინსტრუმენტები არ დაეჩრდილა. რიფებს შორის არსებულ სივრცეებში გემოვნებიან ფილებსა და თეფშების სუფთა პარტიებს აქსოვდა. დაუნის სტაბილურობა სტუდიურ ალბომებსა და დაუღალავ ტურნეებში ჯგუფს ყოველთვის ფორმაში ამყოფებდა. თუმცა მის წვლილს ხშირად ჩრდილავდა ვირტუოზი გიტარისტები, რომლებიც ცენტრალურ ადგილს იკავებდნენ. ნომერი 20. John Wet Daddy Stewart. ჯგუფ Fishbone's მრავალწლიანი დრამერი მართავდა ბენდს, რომელიც ცნობილი იყო სკას, ფანკისა და როკის მონაცვლეობით, ხშირად ერთ სიმღერაშიც კი. ის ქაოსს მართავდა ბასრი ტაიმინგით, ფეთქებადი ფილებითა და სტილის მყისიერი ცვლილების უნარით. ისეთი ტრეკები, როგორიცაა Soulless Saturday და Everyday Sunshine, აჩვენებს მის ნიჭს, იდეალურად მიყვეს ბას გიტარას და ამავდროულად ენერგია მაქსიმუმამდე აიყვანოს. ჯგუფში, რომელიც ველური სცენური გამოსვლებით გამოირჩეოდა, სტიუარტი იყო ღუზა, რომელიც ყველაფერს ერთად აკავებდა. აქ წარმოდგენილია 20 დრამერი, რომლებმაც ჯგუფს განსაკუთრებული იერი შესინა. ნიკო მაკბრეინის მეტალის სიზუსტიდან დაწყებული, John Wet Daddy Stewart-ის ჟანრობრივად ცვალებადი ენერგიით დამთავრებული. აქ ნიჭის დეფიციტი ნამდვილად არ არის. თქვენი აზრით, ამ სიიდან ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა როკის ისტორიაზე? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რომელი სიმღერა ადასტურებს ამას. ნომერი 21. Clyde Stubblefield. ყველაზე მეტად ცნობილია როგორც James Brown-ის ფანკ დრამერი. მან შექმნა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ბიტი, გრუვი, რომელმაც გზა ჰპოვა უამრავ ჰიპ-ჰოპ და პოპ ტრეკებში.
Stubblefield-ის დაკვრა მთლიანად შეგრძნებებზე იყო დაფუძნებული. თავისუფალი, ოდნავ ჩამორჩენილი მანერით, რაც უმარტივეს პატერნებსაც კი დაუძლებელს ხდიდა. ჯეიმს ბრაუნთან ერთად სცენაზე ის უდიდეს ენერგიას ინარჩუნებდა და რიტმულ მოტივებს ქმნიდა, რომლებიც ნებისმიერი გიტარის რიფივით დასამახსოვრებელი იყო. მიუხედავად მისი კოლოსალური გავლენისა, მისი სახელი დიდწილად ოცნობი დარჩა. მუსიკოსების ვიწრო წრის მიღმა, მაშინაც კი როცა მისი ბითები როკის რიტმულ დნმ-ად იქცა. ნომერი 22. მაიკ შრივი. სულ რაღაც 20 წლის ასაკში მან Woodstock-ზე როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ელექტრიზებული პერფორმანსი შეასრულა. მისი გაშლილი სოლო სანტანას კომპოზიციაში Soul Sacrifice იყო გამძლეობის, დინამიკისა და სუფთა ემოციის მასტერკლასი. პერკუსიულ სექციასთან იდეალურად სინქრონიზებული, მას ჯგუფი ემოციური დაძაბულობის პიკამდე მიჰყავს. ამ საკულტო მომენტის მიღმა მისმა ნამუშევრებმა ალბომში Abraxas-ი გააერთიანა როკი ლათინურ და ჯაზურ მოვლენასთან, რაც დაეხმარა სანტანას საფირმო ჟღერადობის ჩამოყალიბებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისმა დაკვრამ და ტექნიკამ უდიდესი კვალი დატოვა ეპოქაზე, თავად შრივმა ფართო პოპულარობა ვერასდროს მოიპოვა, თუმცა Woodstock-ში მისი შესრულება სამუდამოდ დარჩა როკის ისტორიაში. ნომერი 23. B.J. Wilson-ი. როგორც პროკოლ ჰარუმის დრამერმა, მან როკ დრამინგში დრამატული, თითქმის ორკესტრული მიდგომა შემოიტანა. მისი დაკვრა ისეთ ტრეკებში, როგორიცაა A Whiter Shade of Pale და Conquistador, აერთიანებდა თეფშების ნატიფ გამოყენებასა და ტომების მძლავრ ტალღისებურ ფილებს, რაც ჯგუფის ჟღერადობას კინემატოგრაფიულ მასშტაბს სცემდა. მისმა უნარმა, გადაცულიყო ჩურჩულივით მშვიდი პასაჟებიდან ფეთქებად კულმინაციამდე, პროკოლ ჰარუმს დინამიკური უპირატესობა მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერები კლასიკად იქცა, უილსონის სახელს იშვიათად ახსენებენ. ეს საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ აჭარბებს საზოგადოებრივ ცნობიერებაში მუსიკა მუსიკოსს. ნომერი 24. კორკი ლეინგი. 1979 წელს ჯგუფ Mountain-ში გაწევრიანებისას მან შემოიტანა მძიმე მამოძრავებელი სტილი, რომელიც იდეალურად პასუხობდა ბენდის მგრუგინავ ჟღერადობას. მისი დრამინგი Mississippi Queen-ში იყო დაუნდობელი და ზუსტი, რაც სიმღერას ისიერად დამამახსოვრებელ გრუვს აძლევდა. მისი ცოცხალი გამოსვლები სავსე იყო პირველყოფადი ენერგიით და ინტენსივობით. ჯგუფს ყოველ ღამე წინსვლისკენ უბიძგებდა ისეთი ენერგიით, რომელსაც ცოტა თუ შეედრება. მიუხედავად იმისა, რომ Mountain-ის მუსიკამ წარუშლელი კვალი დატოვა hard rock-ის ისტორიაში, ლეინგის როლი ამ ენერგიის შექმნაში ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა მათი ერთგული გულშემატკივრების გარეთ. ნომერი 25. ვინი აპისი. როდესაც მან ბილბორდი შეცვალა Black Sabbath-ში Heaven and Hell-ის პერიოდში და მოგვიანებით შეუერთდა Dios, მუსიკაში უფრო მძიმე და გააზრებული გრუვი შემოიტანა. ვინი აპისის დაკვრა ისეთ ტრეკებში, როგორიცაა The Mud Rules, და Dios Holy Diver აერთიანებდა მძლავრ დაბალ ჟღერადობასა და სიზუსტეს, რომელიც თითოეულ რიფს ძლიერ საფუძველს აძლევდა. მისი სტილი უპირატესობას ანიჭებდა მასიურ ტომფილებსა და მყარ პულსაციას, რაც იდეალურად შეეფერებოდა იმ ბნელ და ეპიკურ ჟღერადობას, რომელსაც ორივე ჯგუფი ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საბათსა და Dios ფანებმა კარგად იციან მისი ფასი, აპისის გავლენა 80-იანი წლების მძიმე მეტალის რიტმზე მაინც სათანადო დაუფასებელია ფართო საზოგადოებაში.
ჩვენ ფინალურ ეტაპზე გადავდივართ. ბოლო 5 დრამერი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირველი 25. ვინი აპიცის მეტალ გულიდან კორკი ლეინგის მძიმე როკ დრაივამდე. ამ მუსიკოსებმა დატოვეს გრუვები, რომლებიც დღემდე ეხმიანება როკის ისტორიას. თქვენი აზრით, ვინ არის ამ ჯგუფში ყველაზე დაუფასებელი? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში და გაგვიზიარეთ ტრეკი, რომელიც ამას ადასტურებს. ნომერი 26, Carmine Appice. მანამ სანამ მძიმე როკ დრამინგის სანახაობად იქცეოდა, ის უკვე აწესებდა სტანდარტს. Carmine Appice's მუშაობამ ჯგუფებთან Vanilla Fudge, Cactus და მოგვიანებით Rod Stewart-თან გაერთიანა შოუმენობა და სერიოზული ოსტატობა, მგრგვინავი double bass ტექნიკა, დრამატული ფილები და მბრძანებლური სცენური გარეგნობა. Vanilla Fudge-ის ვერსიაში You Keep Me Hanging On მისმა დინამიკურმა ცვლილებებმა და მასშტაბურმა ჟღერადობამ მოთაუნის კლასიკა ფსიქოდელიურ როკ ეპოსად აქცია. მან შთააგონა დრამერების მთელი თაობები, თუმცა მისი სახელი ხშირად არჩება მათ ჩრდილში, ვისაც მან გავლენა მოახდინა. ნომერი 27, Ian Paice. როგორც Deep Purple-ის ერთადერთი მუდმივი წევრი, ის 70-იანი წლების ყველაზე გავლენიანი hard rock ტრეკების მამოძრავებელი ძალა იყო. Ian Paice-ის დრამინგის სიმღერებში Smoke on the Water, Highway Star და Burn აერთიანებდა ელვისებურ single stroke-ებს და swing-ის შეგრძნებას, რაც ყველაზე მძიმე დინამიკას ძენდა. მისი სუფთა მუშაობა სნეარზე და რთული hi-hat პატერნები ჯაზურ დახვეწილობაზე მიუთითებდა, რაც მის სტილს მუსიკალურს და ენერგიულს ხდიდა. მაშინ, როცა გიტარისა და ორგანის პარტიები ყურადღების ცენტრში იყო, სწორედ Paice-ის სიზუსტე და ენერგია იყო მათი ჟღერადობის სწრაფა. ნომერი 28, Tommy Aldridge. ის ცნობილია თავისი გამოუგნებელი double bass ტექნიკით და მძვინვარე ენერგიით, რითიც სახელი გაითქვა hard rock-ისა და მეტალის წრეებში. Ozzy Osbourne-თან და Whitesnake-თან მუშაობისას Tommy Aldridge-მა აგრესიული და დაუნდობელი დრაივი შეიტანა ისეთ სიმღერებში, როგორიცაა Over the Mountain და Still of the Night. მისი ცოცხალი გამოსვლები ნამდვილი სანახაობა იყო. ზლავრი, ზუსტი და ხშირად სრულდებოდა დაუჯერებელი სოლოებით, რომლებსაც ის შიშველი ხელებით უკრავდა. მიუხედავად აწლეულის განმავლობაში მაღალი დონის გამოსვლებისა, მისი სახელი ყოველთვის არის მის უდიდესი ლეგენდების გვერდით, თუმცა მისი გავლენა მეტალ დრამერებზე უდავოა. ნომერი 29, Steve Gaddy. ნატიფი გრუვის დიდოსტატმა როკ დრამინგში დახვეწილობის ისეთი დონე შემოიტანა, რომელსაც ცოტა თუ გაუტოლდებოდა. Steve Gaddy-ის მუშაობამ Paul Simon-თან, Steely Dan-თან და Eric Clapton-თან დაამტკიცა, რომ ტექნიკური ოსტატობა უნდა ემსახურებოდეს სიმღერას და არ აჩრდილავდეს მას. Paul Simon-ის 50 Ways to Leave Your Lover-ში მის მიერ შექმნილი ორიგინალური პატერნი ისეთივე საკულტო გახდა, როგორც თავად ტექსტი. აქ სამხედრო სიზუსტე იდეალურადაა შერწყმული მშვიდ, თავისუფალ შეგრძნებასთან. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსებში ის კერპადაა აქცეული, გადის სახელი ხშირად კულისებში რჩება, თუმცა მისი წვლილი როკ მუსიკის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ნომერი 30, Clem Berry.
ჯგუფ ბლონდის მრავალფეროვანმა ჟღერადობამ პანკიდან დისკომდე და ნიუ ვეივამდე მოითხოვა დრამერი, რომელიც მყისიერად მოერგებოდა ნებისმიერ სტილს და კლემ ბერგმა ეს შეძლო. ისეთ ტრეკებში, როგორიცაა Dreaming და Heart of Glass, მან გააერთიანა დაუღალავი ენერგია და გამოუგნებელი ფილები, რაც სიმღერებს ისეთივე დასამახსოვრებელ რიტმულ ხასიათს ზენდა, როგორც თავად მელოდიები იყო. მისი გამძლეობა და სცენური არტისტიზმი ბენდის საფირმო ნიშნად იქცა. ის ახერხებდა ტემპისა და ინტენსივობის გაზრდას კონტროლის დაკარგვის გარეშე. სანამ დები ჰარი ბლონდის სახე იყო, ბერკის დრამინგი იყო პულსი, რომელიც ჯგუფს ყველა სტილისტურ ცვლილებაში მოუწყოდა. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.